ხორცი საბურთალო სტილში. ან ბევრი ვარიანტი იყო მაგ სახელწოდების. იდეაში იაპონურ სტილშია, მაგრამ ცოტა შეიცვალა ინგრედიენტი, გაქართულდა, რეცეპტი და მომზადების წესი ცოტა შეიცვალა, ამიტომ გავაკეთეთ საბურთალო სტილში. დღეს მე მეხმარება ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი მეჯვარე, ოჯახის წევრი, პატარა ვახო. გამარჯობათ. შევუდგეთ. რა გვჭირდება ჩვენ? ჩვენ დაგვჭირდება დაახლოებით 300-350 გრამი საფუძვლის პორცი მჭრე. ნახევარი თავი ხახვი, სოიოს სოუსი, შეგიძლიათ უფრო ესეთი რია სოუსი აიღოთ, ან მუქი სოუსი, გემოვნებით. სეზამის, კუნჟუტის, ან კიდე რა ქვია მაგას, მარცვლები, თეთრი. 3 ცალი ბულგარული წითელი ციცაკა. პილპილი. აფაზეთ. დავიწყოთ. ესე იგი, მე ახლა მოვამზადებ ბულგარულს, ბატონი ვახო, გაჭირის პორცს. დავიწყოთ. აი ხორცი იჭრება ესეთ ბრძელ ნაჭრებად, როგორც ბესტროგანისთვის. გინდა რამე? არა, არაფერი არ გინდა? თქვენ გახდით უნიკალური ფაქტის მოსწრენი, ბავშვს არაფერი არ უნდა. ხახს ჭრით ნახევარ რგოლებად. სოიას სოუსი გავუშვი ახლა ხორცში. ოკეი. ვინით? ეხლა ორი კოზი სოიას სოუსი. ჩაის კოზი. ან ერთი სოიას კოზი. კი. ეგ არის. სულ მე რა უნდა მოვისწროთ ეს მოწონე. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. მეორე ტურში. მოკლედ, როგორ გავიგოთ მზად არის თუ არა, ესე იგი სანამ მორთქილი მოდის. მზადდება საკვები, ბოლი თუ წამოვიდა, ესე იგი მზად არის. მაგას ველოდებით ჩვენც. ხელთათმანი რა პრომომეცი. ეს რესტორანში გონიათ. ესეთ მდგომარეობამდე და კიდე ცოტა უნდა რომ წყალი ამოიქაროს. ხორცისტების პარტია. ხაფე. კაფკანა სიტუშოს ეს ოკეი. ნუ ხაფე დაგდუგეს, ხო? მოკროს რამზე. კი. საკე მოაჩევათ ხო? ამასობაში. სეზამის მაცვა. ეგრე. ბულგარული ციცაკა. ცოტა ხანი ხუფით ვინაიდან ხორცი უკვე მზად არის და რო არ გადაიწვას. მე მარტო კაია. ორი ხორცის მოუხდება ეგრე. შეიძლება მაგრამ. კი. ხათამია. ორი ხორცი კარგი იქნება. ერამია. გამარტივად მზადდება. დაბალკალორიული. და გემრიელი. გაიგე ხო?